ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პროევროპული აქციების მონაწილე ანასტასია ზინოვკინა რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ ციხის პირობები ამაზე რძენია და გოგონები, რომელთაც არავინ ეხმარება, ცხოველებივით ცხოვრობენ. წერილში ზინოვკინა ციხის ყოველდღიურობას აღწერს და ამბობს, რომ ქალი პატიმრებისთვის სუფთად ყოფნა თითქმის შეუძლებელია, რადგან პირადი ჰიგიენის ნივთებზე წვდომა შეზღუდულია. როგორც წერილიდან ირკვევა, ციხეში ანტისანიტარიის გამო დაავადებების გავრცელების რისკი მაღალია და საკანში წყალი ზამთარშიც კი ცივი მოდის. წერილის დასასრულს ზინოვკინა ნარკოდანაშაულით დაკავებული კიდევ ორი დემონსტრანტის, ანტონ ჩეჩინისა და არტემ გრიბულის გადარჩენას ითხოვს და ამბობს, რომ მისი გული რუსთაველზეა. აქაური პირობები ამას რძენია, გოგონები, რომლებსაც არავინ ეხმარება, ცხოველებივით ცხოვრობენ. საპნის ერთი ნაჭერი გამოიყენება თმის, სხეულის დასაბანად და წინდების, ტრუსების და ჭურჭლის გასარეცხად. თუ საპონი უფრო სწრაფად ამოიწურება, ვიდრე ბადრაგი ახლის მოცემას ინებებს 3 თვეში ერთხელ, მაშინ ისინი უბრალოდ არ ბანაობენ. საშინელი ანტისანიტარია. თვეში ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდი. ყველანაირი დაავადება სოკოებიდან დაწყებული, ტკიპებითა და ტილებით დამთავრებული. ჩაიდანში ვადუღებ წყალს, პლასმასის ჩაიდანში. 200 მილიგრამიანში ვრეცხავ ყველა ტანსაცმელს და ვიბან თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი დაავადებები და პრობლემები. ვიცი, რომ წეველის სიგარეტის გარეშე დატოვება სასტიკი და არაადამიანურია, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის გარეშე, საპნის გარეშე, შამპუნის გარეშე, შხაპის მიღება კვირაში მხოლოდ 2-ჯერ, 4-შაბათსა და კვირას 15 წუთით არის შესაძლებელი. საკანში ცხელი წყალი არ არის, ზამთარშიც არაა. გოგონები, რომლებსაც ჩუსტები არ აქვთ, იქ ფეხში შველნი ან საერთოდ ჩუსტებით ბანაობენ. ისინი ავადდებიან სოკოთი და ერთმანეთს აინფიცირებენ. სარეცხი ფხვნილი თვეში ერთხელ გაიცემა. საკანში საჭულის მომზადება არ შეგიძლია, რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება და მორჩა. შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ კვერცხი, თუ მას შეჭამთ, ან შვრიის ფაფა და მდუღარე წყალი უნდა დაასხათ. სულ ესაა. ეს არის საჭულის მომზადების მაქსიმალური რაოდენობა. ანასტასია ზინოვკინა არტემ გრიბულისთან ერთად დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვის ბრალდებით 17 დეკემბერს დააკავეს. მათ 8-დან 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრებოდათ. 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ზინოვკინასა და გრიბულს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს. დაცვის მხარის თქმით, ნარკოტიკის ჩადება როგორც პირადი ჩხრეკისას, ასევე ბინაშიც მოხდა. საქმეში გრიბულისა და ზინოვკინას პირადი ჩხრეკის კადრები არ არსებობს.